ბრუნდებით სტუდიაში ნიკა მელიასთან ერთად. მადლობა ნიკა სტუდიაში სტუმრობისთვის. გადაკვეთა კობახიძესთან დაუგეგმავი გინება, შეურაცხყოფა. კი. მოგესალმებით და გეტყვით. არ დაგიმალავთ რა, ძალიან გულახდილად მინდა გიპასუხოთ. იმ პროცესში, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ეძახის პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი რო უწოდოთ პროცესს, რომელშიც ამისათვის პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა ქონდეს ქვეყანაში. დაუშვათ ეცოთ კარგით, დავარქვათ ეს სახელი. საზოგადოებრივი პოლიტიკური საჯარო ცხოვრებაში. ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. არ დაგიმალავთ. თავისი ნაკლოვანებები, თავისი უპირატესობით, მაგრამ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. და ათამაშობ მე ამ პროცესში. შეუძლებელია სოფო პირდაპირ გეუბნებით. იცოდე რომ შენი მხარდაჭერი რომელიც მხოლოდ იმიტომ რომ შენ საარჩევნო კამპანია წამოიწყე მხოლოდ იმიტომ რომ შენ უბრალოდ იბრძვი გამარჯვებისთვის ქართულ ხალხთან ერთად და საარჩევნო კამპანია ისეთი როგორიც არის გაჩაღებული და ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შენთან შესახვედრად ადამიანები გამოდიან შენს მეგობრებთან შენს კოლეგებთან შესახვედრად ადამიანები გამოდიან საკუთარ სოფელში და ჯერ შეხვედრა არ არის დაწყებული და ამ დროს დაგეგმილი ორგანიზებული ჯგუფი 30 ადამიანის რაოდენობით თავს ესწრის შვიდობიან მოქალაქეებს და ნახეთ ხო ეს და ჭრიან უბრალოდ გაჭრეს ადამიანის შუაში კი არ დაჭრეს ხო როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და რატომაც ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ იმდენად გადაფარა ორი მძიმე და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შემთხვევა დანარჩენი ფიზიკური ანგარიშის სწორების მსხვერპლები თითქოს ეს ადამიანები არავის არ უცემია სასტიკად სასიკვდილოდ მაგრამ მე პირადად ნახე ხო ეხა აქციაზე ხეთ მანეში ჩასულიყავით მოერიდათ კიდევაც ყოფილიყვნენ აი იმ აქციაზე და ოფისში რომ როდესაც აქცია დამთავრდა ოფისში შევედი და იქ მომეცა შესაძლებლობა რომ ამ ადამიანებს შევხედროდი მოერიდათ ჩალურჯებულები ზოგი თავგატეხილი არ დადგნენ იქ სადაც კამერები მუშაობდა არ ქონდა უბრალოდ უფლება რომ დაინახეთ კობახიძე არ გეტყვათ ეს ყველაფერი საკეთებს არა უხილავი ხელის ხო ვიღაც ამას ხომ გეგმავს ვიღაც ამ ადამიანებს ხო კრებს ვიღაც ამ ადამიანებს დავალებას ხომ აძლევს რომ ასე მოიქცნენ და ვინ არის ეს ადამიანი ან ადამიანები ვინ არიან ერთ-ერთი ვნახე და გადავაწყდი შემთხვევით დიახაც და ვერ ჩაუვლიდი გვერდს და არც ჩაუვლი გვერდს იმიტომ რომ ეს ადამიანის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სამწუხაროდ კიდევ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მხოლოდ ადამიანებიც ამ ყველაფერს გეგმავს და მე საკუთარი პროპაგანდისტული ასე თუ მედია საშუალებებით ნუ საკუთარი ასე თქვა განცხადებებით მსხვერპლს აბრალებს თქვენ ანუ არა იმ მოქალაქეებს თითქოს მათ ანუ ჩვენ ანუ ოპოზიციამ ამ შემთხვევაში ბატონ ნაციონალურ მოძრაობამ მოაწყო ეს პროვოკაცია ხო ჩემთვის ეს აღარ არის არც რაღაცა მორალური დაცემის მაგალითიც გაცილებით მეტი მე ამ ადამიანში ვერ ხედავ პოლიტიკოს პირდაპირ გეუბნებით შეიძლება ადამიანი შემედავოს შეიძლება ადამიანთან მქონდეს დისკუსია კამათი თუკი მეტყვის რომ იცით რა პოლიტიკოს შენ ამ შინაარსით ტექსტებით ამ ფორმით არ უნდა მიმართო მაგრამ მოძალადე დავინახე იცით მოძალადე მომეცა შესაძლებლობა მოძალადეს თვის პასუხი მომეთხოვა არ არის ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკოსი და არც ხელისუფლების წარმომადგენელი, არც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ხელისუფლების სახით არის მოვლენილი. გაჯერდა, იცით, რაღაცა გაწყალებულია თითქოს ისე რომ როდესაც ამდენი ბრალდება ისმის, მე მგონი სოფლის ყველა დედაქალაქიდან უკვე ხელისუფლების მიმართ და საქართველოში რომ მოძალადეები, კორუმპირებულები, ზონდერები, სინამდვილეში ამათ გულისხმობთ რომ ნამდვილად მოძალადეები და კორუმპირებულები და ნამდვილად ბოროტმოქმედები არიან. ეხლა წარმოიდგინეთ, აი საკუთარი თავი, ჩემი თავი, მართლა სული დაგეწვებოდა, ეხლა მე დამეწვა, ეხლა სული. ამას ამ სიტყვების ჯერა თუ არ ჯერა ყველას ეს სხვა საკითხია. მაგრამ მე მჯერა და მე ვიქცევი ისე და მოქმედებ ისე და ვაკეთებ პოლიტიკას ისე როგორც მე მჯერა. მე არ მგონია კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე ვარ პოლიტიკური პარტიის ოპონენტი და ჩემი ვიზავი არის პოლიტიკოსი. კრიმინალი არის, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სუსის მართული ადამიანები. სუს კი არ მართავენ ეს ადამიანები, სუსი მართავს ამათ, მათ შორის ბატონ კობახიძეს. ამიტომ ჩემი რეაქცია შესაძლებელია ცხარე, ქარიშხოვანი, მაგრამ იყო გულწრფელი. მე ვალდებული ვარ და პასუხისგებელი ვარ და გძნობ პასუხისგებლობას. რო არა
ჩემი ბრძოლა რო არა კამპანიაში ჩემი ჩართვა, ჩემი მეგობრების ეს ადამიანები დღეს დაჭრილები არ იწებოდნენ სამავტყოფოში და სამავტყოფოებში. არ იწებოდნენ. როდესაც ქვეყანაში არც პოლიცია, არც პროკურორია. ხართ თქვენ ამ განცხადებებს, მაგრამ ამ განცხადებების პასუხად მანაც გიპასუხა თუ ინტელექტო, ხულიგანი და პროვოკატორი. აი ასეთ რეესტრში რეგისტრში როცა გადადის, საკითხი ხომ არ ცნება მთავარნიშნულს. პირველ არც ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ნუ რას უნდა მოველოდო, რა მოლოდინო მქონდეს ამ ადამიანების ხრიდან. ხა ერთხელ ვიხურეთ და გითხარით ხა სიამოვნებით ხა ტესტი ძალიან პოპულარულია გამოწვევა ტესტების ჩავარებაში და უნარჩვევების ტესტს სიამოვნებით ჩავაბარებდი ნებისმიერ მათი ლიდერის კი ბატონო შარდის ანალიზამდე დავიდა ეს პოლიტიკური კამპანია. იცით რა არის ხახტო აი ჩვენი ქვეყნის მთელი ტრაგიკომედია მდგომარეობს შემდეგში რომ იმიტაცია პოლიტიკური პროცესისა იმიტაცია ხახტო ეს ადამიანი რომ ავტომატ გადაკიდებული არ დადის და სამხედრო ფორმა არ აცვია და თავზე ბენდენა არ აქვს წაკრული ის იმას არ ნიშნავს რომ არ არის მოძალადე უფრო საშიშია გამჩნდა ხდალი ადამიანი ყოველთვის უფრო საშიშია ყველა სახის ურთიერთობაში ყველა სახის ურთიერთობაში პოლიტიკაში ადამიანურ ნებისმიერ ტრივიალურ ურთიერთობაში ყველაზე საშიში ასეთი ადამიანები არიან ეხაც ხდალი იყო ის ადამიანი ვინც ახალგაზრდა ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა და ნამდვილად ნორმალური ადამიანი ასე არ იქცევა, როდესაც იარაღს აკავებენ და აკლებინებენ ყვარაცხელებავს ხედველობაში. ასეთი ადამიანები ჩაიყენეს სამსახურში. ნებისმიერი ჩვენგანი, ჩვენი ახლობელი, უცნობი, ნაცნობი შეიძლება იყოს ხვალდაზე მსხვერპლი. და ეს თავისით არ ხდება. არ ხდება, ამას აქვს კონკრეტული გეგმა დადებული მაგიდაზე, ასეთ დამნაშავეებს და ვინ უნდებს ამ გეგმას? ღარიბაშვილი კალაძე არაფერი გადაიფარა დმანისით კურცხელი ვიღაცა ახსოვს ვერ შევადრი ხო? კი ბატონო. ეხლა წარმოიდგინეთ ერთი წამით გადავრჩით, ავალად გატკეუნებით გადავრჩით რომ არ გარდაიცვალა. არ გარდაიცვალა და სად მივდიოდით ეს ყველაფერი რომ მოხდარიყო ხო? ნუ მათი ხელით არის მკვდარი ეს ადამიანი ეს ხო არა პირველი შემთხვევა ეს ხო არ არის ამ ადამიანების მიერ ჩადენილი ძალადობრივი პირველი აქტი შარშან თითქმის ერთი ერთში მისხალ თითოეული ადამიანი ისე იქცეოდა დმანიში თუ დმანიზე ვსაუბრობთ როგორც წელს მოიქცენ ორი დღის წინ მაგრამ ვინმე დაისაჯა აი თელმა სახელმწიფომ თელმა საერთაშორისო საზოგადოებამ და ამაზე ქონდა საუბარი ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ პარტნიორ ელჩებთან როდესაც შენ იცი დამნაშავე არის სახეზე და მთელი ქვეყნისთვის ცნობილია კონკრეტულ სახელებით და გვარებით დამნაშავეების ვინაობა. და არა თუ არჯი დაკითხვაზეც კი არიბარებ ყასიდად. და მე გაქვს პრეტენზია იმაზე რომ იცით რა მე პოლიტიკოსი ვარ და ესეთი ბრალდებები ჩემს მიმართ არ უნდა ისმოდეს და ვიღაცა არის ხულიგანი და ვიღაცა არის. ასეთი ადამიანებისთვის ვარ ხულიგანი დიახაც. და პატივია ჩემთვის. არ ვიქნები ტკბილი და მურაბა კობახიძე ივანიშვილისთვის. დიახაც, ასეთი ადამიანებისთვის მე არ ვიქნები კომფორტის ზონა. იმიტომ რომ მე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩავთულ ვარ მომხეჭველობისთვის. მე პოლიტიკაში არ ჩავთულ ვარ იმისათვის რომ მდგომარეობა შევიქმნა. ეს ყველაფერი მე არ მაკლდა. ნამდვილად გეუბნებით 2014 წლამდე სანამ პოლიტიკურ პროცესში ჩავერთვებოდი, ხო? და ხშირად ვამბობდი და ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს კონდეს იმის შესაძლებლობა, ისის შესაძლებლობაც მე ოჯახიდან გამომდინარე მაქვს და ამდენი გაჭირვებული, ამდენი დაბეჭავებული, დაძაბუნებული ადამიანი ქვეყანაში არ იქნება. მე შემიძლია ვიყო ხელოვნური, მაგრამ ვიყო სხვანაირი. მე შემიძლია მოძალადის მიმართ არ ვიყო აგრესიული. მე შემიძლია კრიმინალის მიმართ ვიყო დამთბობი და თვალები დავხუჭო, ძალიან ადვილია. მე შემიძლია ისეთი ვიყო, რომ კობახიძე დაბადების დღესაც კი დამპატიჟებდა. მე შემიძლია ვითამაშო ოპოზიციონერობა. ეს ძალიან ადვილია და სამწუხაროდ არც ამის ნაკლებობას გამიცდით ბოლო წლების განმავლობაში, ხო? ოპოზიციონერობა არ ნიშნავს კომფორტს. ოპოზიციონერობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით ავანგარდში ყოფი ადამიანისთვის არ ნიშნავს, რომ დამნაშავეს უთხრა რომ რა მაგარი ხარ, იცით? მოდი ტენდერი მომაგებიე. მოდი ვითომ ოპოზიციონერი ვიქნები და ერთად. არა. იმიტომ რომ ჩემს უკან და ჩვენს უკან მართლაც 10,000-ობით ადამიანია, ხახნო. 10,000-ობით ადამიანი არის, ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძვის. ამ ქვეყნისთვის იბრძვის და მე მინდა ვიყო გარანტი რომ წინა ხაზზე ვიქნები მე მეგობრებთან ერთად და არა ისინი. ბრწყვენია, როდესაც ჩემს გამო ნორმალური 10,000-ობით ადამიანის გამო
შეხვედრაზე გამოსული პროცესი რახანაცა გამოსული ადამიანი ხანჯალს იღებს კისერში თავის არეში ვერ დგეხართ უკანასკნელზე გასაგებია არ არის ეს ნორმალური ხალხო მათ მიერ მოქნეული დანა კი ასე არის რა უნდა გამეკეთებია მითხარით ქვეყანაში სახელმწიფოში გვერდი ჩამეა რა მე თამაშა ვითომ ვერ დავინახე კობახიძე როდესაც ვიცი რომ ეს ბატონი მეუბნება რომ არც პოლიცია გვაქვს ქვეყანაში არც პროკურატურა გვაქვს არც სასამართლო გვაქვს არც ადმინისტრაციული ორგანო გვაქვს, არც სამართლიანი პატიოსანი პირუთული ბიუროკრატია არც ადმინისტრაციულ ორგანოში არ არის. აი ესეა რა, როგორც არის და მიიღეთ ეს თამაში. არა უარეთ გვერდი. შეხვედრით ამის შემდგომ ევროკავშირის ოფისში იქ შეხვედრაზე. ამიტომ და თუ შეიძლება იცით რა არის რა თქმა უნდა ხა ადამიანთა მეც ძალიან მინდა რომ ჩემი ყოფი ადამიანები ხო არ ღელავდნენ, არ განიცდიდნენ თავში ურო არ ხვდებოდეთ, დანით არ იჭრებოდნენ, იარაღით არ იჭრებოდნენ, შარშან დანით კი არა, იარაღით დაჭრეს. მაგრამ გიწევთ ამას მეუბნებით. რა ბრძოლაში ვართ? იმ ბრძოლაში ვართ, რამაც უნდა მოიტანოს ნორმალური ცხოვრების კალაპოტი. და ამ კალაპოტში მოქცეული უნდა იყოს ცხოვრების ყველა პროფესიის ადამიანი, პოლიტიკოსმა მართაც რეალურად პოლიტიკა უნდა აკეთოს, არქიტექტორმა ნახაზები უნდა ხაზოს და ევროკავშირის ელჩმა მედიატორობა უნდა გასწიოს იმ ქვეყნებში, რომელიც ისაც შემდეგ ვიხილეთ. აი რა ვიხილეთ შემდეგ ვიდრე თქვენ იყავით შეხვედრაზე შესული, თქვენს გარეთ შენობის გარეთ მობილიზდა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა. ისინი იყვნენ კომუნიკაციაში, მათ შორის ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ კომუნიკაციაში ფორმულას კამერამ დააფიქსირა ეს ეხავე ვაჩვენებთ. ასეთი სახელწოდების მიმოწერა ჰქონდათ ადამიანთან სახელწოდებით გლდანის ვოლკები, ხომ არ იცით ვინ არიან გლდანის ვოლკები? ვაჩვენოთ ეს მიმოწერა, ფაქტია რომ სავარაუდოდ კარგად მიცნობენ გლდანიდან. სავარაუდოდ. და განიხილავდნენ და ქალაქში გლდანის განიხილავდნენ ამ დეტალებს თქვენი და ირაკლი კობახიძის დაპირისპირების. თქვენ ხშირად აპელირებთ რომ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის მობილიზებას. მე მესმის და ხშირად საყიდურის მიმიღია ჟურნალისტების მხრიდან და მესმის რომ თქვენ მაქსიმალურად კორექტულები ხართ და ფორმალურად ყველა ჟურნალისტი ხელისუფლებას უწოდებს, მაგრამ აი ნეტავ მართლა ხელისუფლება ყავდეს და თუნდაც ცუდი ხელისუფლება იყოს. ნუ არ არის ეს ხელისუფლება ხახო? არ არის ეს ხელისუფლება, ხო? ეს უთხარით ეს არ არის. ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული ფორმატი შეხვედრა იყო. თუმცა ბუნებრივია, რაზეც საუბრობდით. მათ შორის ან დამიდასტურეთ ან არა, შეხვედრის დეტალებამდე დამიდასტურეთ, რომ თქვენს უშუალოდ უსაფრთხო გამოყვანის უზრუნველყოფას ის აგვარებდა მათ შორის შინაგანსაკუთრებთა მინისტრის დონეზე, ასე იყო? პრაქტიკულად საქმის კურსში ჩასაყენებელი არც ერთი საერთაშორისო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო ელჩი არ იყო, იმიტომ რომ ჩვენზე კარგად არის ამ შემთხვევაში ინფორმირებულები, სად უწევთ მათ მისიით მუშაობა, რა ტიპის სახელმწიფოში, ხო და რა ტიპის გამოწვევები გვაქვს. რა თქმა უნდა, ხა გვერდს ვერ აუვლიდი, ვერც დმანის, ვერც რუსთავს ზოგადად ძალადობის ფაქტებზე მომიწია მე პირადად და რა თქმა უნდა კოლეგებმაც, ხო? ჯერ არ ვიცოდი რა ხდებოდა გარეთ და შეხვედრის დასრულებისთანავე შევიტყვეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორი ელჩებისგან და რა თქმა უნდა მათი თხოვნა იყო რომ ვითარება სანამ არ დამშვიდდებოდა შეწუხდა ხა ადამიანი ბუნებრივი ხარცელი შეწუხდა რბილვათო რომ თქვა შეწუხდა და ნუ დანარჩენ დეტალებს არ შევეხებოდი მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ ის რაზეც საუბრობთ თუნდაც ამ შეხვედრაზე რისი დამტკიცების მცდელობა აქვს რეალური ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს ამა თუ იმ შეხვედრებზე ეს ყველაფერი გადმოიფინა სააშკაროზე შუაგულ თბილისში ყველა დაწმუნდა კიდევ უფრო მეტად თუ კი ვინმე იყო დასაწუნებელი რომ ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს უბრალოდ ყავს რეჟიმი რომელსაც შექმნილია ბანდფორმირებები სადღაც რაღაცა ჩაიწერა ჩათებში და მოვარდნენ დაგეშელი ადამიანები ხო ეხა ისთვის იყვნენ იქ მოსულები. რა თქმა უნდა მე ვალდებული ვიყავი გამეთვალისწინებ მეც და კოლეგების და მადლობა მათ და ბოდიში კოლეგებს რომლებიც ამ მდგომარეობაში ჩავაგდე შეხვედრები ჰქონდათ კამპანიური დაგეგმილი ხე ბადრი ჯაფარიძესაც სალომე სამანდაშვილი ბათუ ქუთელი ელენე ხოშტარია რომ ელჩის თხოვნით ჩვენ გავჩერდით შენობაში მასთან კაბინეტში ხო
და ამ დროს შემდეგ გამოდიოდით კაბინეტიდან, ვინაიდან ეხა იქ უშუალოდ ოფისში არ შეიძლება ტელეფონის შეტანა, მათი შიდა რეგულაციების გათვალისწინებით და მობილური ტელეფონების ასაღებად გამოდიოდით. აი ეს ხდებოდა და ნუ დანარჩენ დეტალებზე მე ამ წუთას არ მინდა საუბარი, მე ერთი რამე მინდა თანამდებობით გითხრათ. საერთოდ დარჩა ყველა. იმიტომ რომ ამ კომუნიკაციამ ხელისუფლებასა თითქოს რასაც ბევრი უწოდებთ და ელჩებს შორის ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და შეუძლებელია ეს ყველაფერი უკვალოდ არასოდეს არ ჩაივლიდა ბავშვს დაწუნებული და ახლა მით უმეტეს. არც გუშინდელი განცხადება იყო შემთხვევითი, არც ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული ხარცელის, არც ამერიკის შეერთებულ საელჩოს მიერ გაკეთებული, არც მათი ელჩის დაბარება იყო შემთხვევითი და ემსახურებოდა ეს განცხადება რაღაცნაირად იქნებ მოხდეს პროცესების დასტაბილურება და დაგმეს ძალადობა, ხო? ძალადობა დაგმეს უბრალოდ. და ხელისუფლებას მოუწოდეს შემთხვევით, მაგრამ დღეს დაინახეს. არ ვიცი, ამდენი იყო, რაც ვიცი, ხო, მოძალადეები, ადამიანები, რომლებიც ეხა ჩადიან დანაშაულს ალბათ ყოველდღიურ რეჟიმში. თქვენ ხო ყველგან ვერ მუშაობთ კამერით ჟურნალისტებმა დასვეს ეს კითხვა, ნიკა, რატომ არიან იქ ცოტა პოლიცია, ვიდრე მეტი უფრო შეკრებილი ადამიანები. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხო, პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი რას ვერ იაზრებს, იცით? ბიძინა ივანიშვილი რას ვერ ეგუება? ძირფასო მეგობრებო, რას ვერ ეგუება? მან ბევრი ადამიანი დააშანტაჟა, ბევრი მოისყიდა, ბევრი ადამიანი უბრალოდ ბრძოლის ველიდან გაიყვანა სხვადასხვა ბინძური მეთოდებით რა, შანტაჟით, მუქაითაც შემდეგ გაიყვანა, ეხა არ მინდა სახელით უყარებს, არ ჩამოთვლი, ხო? აღარ არსებობენ, თითქოს აღარ არიან თითქოს საქართველოს მოქალაქეები, არ ჩანან, არა და ერთდროულად ძალიან აქტიურები, ხო? ვერ ეგუება მოცემულობა, სადაც არიან ადამიანები და ძალიან ბევრი, ვინც ამ ბოროტებას ვებრძვით. ამ ადამიანის ეხა სურვილი რო იყოს და არის ეს სურვილი, ხო, გააკეთებ და ამაზე უარეს. უბრალოდ იცის, რომ არის დიდ უმცირესობაში, იცის, რომ საერთაშორისო ხარდაჭერა მას არ აქვს. შესაძლებლობა რო ქონდეს უბრალოდ გააკეთებ და ამ ყველაფერს, მაგრამ განიარაღებულია, იცით რატომ? ყველა ნიღაბი ჩამოძრა სახიდან. ეს ხომ რა განცხადებებიც კეთება პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორების გულისხმობ, ეს ხო არ არის ნიკა მელიას გაკეთებული, ბადრი ჯაფარიძის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ხო არ არის, ხო? ეს კეთდება იმ სახელმწიფოს კომაგი პარტნიორების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში უდიდეს ინვესტიციას ენერგიის ფინანსური, პოლიტიკური დროის ინვესტირებას ახორციელებენ და ხედავენ, რომ მისიით უწევთ სახელმწიფოში მუშაობა და მათი აქ ყოფნის პროცესში და პერიოდში სახელმწიფო საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადადის სხვაგან კურსიცვლის საგარეო პოლიტიკურს. და ეს სხვაგან არის რუსეთის ფედერაცია, ხახნო. ადრე თუ მე გამოვიდოდა და არადამაჯერებელი არგუმენტებით ამას იტყოდა, დღეს უბრალოდ ბავშვი უნდა იყო, ან ძალიან მიამეტი უნდა იყოს, რომ ჯეროდეს ეს არ ხდება. და აღარცა მალავე, რა უნდა მეტი რაღა უნდა თქვა, აი, გააფიცეთ ყველაფერს, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს, რომ დარწმუნდეს საქართველოს მოქალაქე, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება და დასავლური სივრციდან გავდივართ. მაგალითად არ ირეაგიროს საერთოდ კარლ ჰალცერის ზარებზე, ამიტომ გეკითხებით, ირეაგირა თუ არა ხელისუფლებამ დღეს კარლ ჰალცერის თხოვნაზე, მაღალ დონეზე, რომ იქ განმუხტული იყო. არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი, არაფერი არ დაიმალება და ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა ადრე თუ გვიან და შედეგსაც გამოიღებს ამ ქვეყნის საკეთილო აუცილებლად დავრჩიო კომუნიკაციის შედეგითო და არ გაითვალისწინეს არ მინდა შიდა საუბრები გამოვიტანო მე მესმის საჯარო ინტერესისა მე მესმის საჯარო ინტერესის და ნამდვილად მაქვს დიდი სურვილი რომ მოყვე ყველა ფაქტი დაწვრილებით. ეს საინტერესოა ძალიან ამას არ მიიღო თუ არა გარანტიები ევროკავშირის ელჩმა მისი ოფისის წინ კაცი რომელიც შეხვედრაზე იყო რომ გამოვა და არწამენ თუ არა. ამას გეკითხებით მარტივად კი არა. არა, როგორ ჩანს ასეთი გარანტია არ არსებობდა. არ არსებობდა ჩვენი 2 საათი დავყავით შეწუხებული ადამიანის თხოვნით და რეკომენდაციით იქ. ну ეხლა ხედავთ ჩვენი ყოფნითაც კიდევ უფრო მეტად წუხდებოდა ვინაიდან პასუხს ვერ ვიგებდით ხო და ეხლა შეუძლებელი იყო ეხლა ჩვენი ადამიანებს ხონდათ შეხვედრები დიდი ბოდიში მოვიხადეთ და
გამოვედით, ხო? მიუხედავად თოვნისა. შეხვედრებისა. ანუ ეს პირისპირ ადამიანების დაგეგმილი შეხვედრები აღარ შედგა, უბრალოდ ელოდებოდით ამ შეხვედრებს. არა, მე კამპანიური შეხვედრები ქონდა, იქ პოლიტიკურ ლიდერებს ვინც შეგით ვიყავით, გამოვედით უკვე შენობით და მაგრამ თხოვნა იყო, რომ ჯერ არ გავსულიყავით, მაგრამ თოთე შეიძლება ლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით. ამიტომ ეხლა თუ ვინმე საქმეს ის მოლოდინი და ძალიან თქვენი გეგმები, არჩევნები 2 ოქტომბერში არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა. ყველანი გავიდეთ არჩევნებზე 2 ოქტომბერში. იცით რა არის? აუ ხო ტონს რატომ აუწია? სკაბრეზული სიტყვა რატომ გამოიყენა, როდესაც ბოროტმოქმედი დამნაშავე ადამიანი დაინახა და მეორე სხვათა თუ არის ასეთი ადამიანი, ვინც ამას ამბობს და ამოვედოს აღიარებს, რომ რეჟიმი ყავს და რეჟიმს უნდა ებრძოლოთ, ბოლომდე თეთრი ხელთათვანებით, არ შემიძლია მე ჩემი სათქმელი ადამიანს დამნაშავეს უთხრა, როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცემა დებატებში ეს ადამიანი არ დადის. გადაცემებში, საერთო გადაცემებში მონაწილეობას ესენი არ იღებენ. და წააწლები დღისით ადამიანს ქუჩაში და მოსთხოვ პასუხს, რატომ აქვს უტიფრობას ადგილი ამ ხარისხის დამასშტაბის, როდესაც სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანებს აბრალებენ თითქოს მათ, ანუ ჩვენ მოვაწყვეთ ეს პროვოკაცია. რაღაცას ხო აქვს საზღვარი, ხო? მაგრამ არ მიკვირს, მე თუ რამის მიკვირს არის ადამიანი, ვინც გამოდის და ამბობს, რომ იცით რა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, ძიმე, ვერაგი, სასტიკი, მაგრამ ამ რეჟიმის არქიტექტორები, როდესაც დღის სინათლეზე გამოდიან, იცით რა, ტაში უნდა დაუკრა? ვაპატიეთ ეთიზოდით, ტაში უნდა და არაფერი განსხვავება არ არის. ბევრი თვალსაზრისით 90-იანი წლებიდან უკვე ამ ქვეყანაში. ყოველი მეორე არ ვიყრე, მაგრამ ვისაც არ ეზარება, სოფო ვიცი ამ ქალაქში დადის შეიარაღებული გეუბნებით. მე თუ კი რამე მაშინებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მაშინებს, ჩემი შვილის უსაფრთხოება უკვე. მაგრამ ჯერ 6 წლის არის და იმდენად დაარღვგელო. ვისაც არ ეზარება, შეიარაღებული დადის ყველაობაში. კი ბატონო. იმიტომ რომ ეგზალტირებული ყავთ, წახალისებული ყავთ, დაორგანიზებული ყავთ. მოვიდა არჩევნებზე ადამიანები ამ ადამიანი მოვა არჩევნებზე და შემაჯამბირდით, ვიცავთ. საკუთარი სიცოცხლის ფასადას გეუბნებით რა. ვიცავთ, შეუძლებელია. ჩვენი ამოცანა რომ შვიდობიანად მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დავამარცხოთ რეჟიმი. და დამარცხებულან რეჟიმები და საქართველოს აი ეს მანკიერება მოვლენის სახით, რომელიც ვყავს, ხო? ქართული ოცნების სახელით. ვერ იქნება გამონაკლისი. კარგით. აქტიურობა არის დიდი საჭირო, აქტიურობა დიდი გარეშე, ეს ხომ არ იცით კითხვაზე პასუხი. აქტიურობა დიდი საჭირო. და ასეც იქნება განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ ამას შეეჭვია არ მეპარება, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დამარცხეს ქართული ოცნება. კი ბატონო. აქ იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ამ დროს 2 ოქტომბრის არჩევნებამდე. ეს არის კითხვა, რომელიც ამ დრომდე პასუხი გაუცემელია, ხომ არ მიგიღიათ პასუხი? არა, ბევრჯერ გამიცია მე პასუხი თქვენს ეთერებშიც. დავალოდოთ მოვლენებს, ეს საკითხი მისი პერსონალური გადასაწყვეტი არის. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ თქვენს გავთ ხოლმე შესაძლებლობა მასთან ჩართვები განახორციელოთ და დარწმუნებული ვარ ის კეთყვით მისი გეგმის შესახებ პირადად. კი ბატონო. მადლობა დიდი. წინ 9 დღეა რთული იქნება? იცით რა არის? რთული არის სახელმწიფოს წელში გამართვა. ადვილი საქმე არ არის. ადვილი არის იქცეოდა ისე როგორც იქცევა გობახიძე, ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი და სხვები. ეს ადვილია. რთული არის ბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არ არის ადვილი, არ დაგიმალოთ. ლანგარზე ოლიგარქი არ მოგართვებს შენ გამარჯვებას. გამარჯვება არ მოიპოვება მხოლოდ საუბრით საეთერო სტუდიებში. ამომრჩეველმა ხარდაჭერმა უნდა დაინახოს ამ ქვეყნის სასარგებლოდ მომართვა მოქალაქე, ვისაც სულება უნდა დაინახოს, რომ პოლიტიკოსები მზად არიან თავდადებისთვის. ამაში გულწრფელი ვარ და ეს იქნება კენჭისხა, სადაც პარტიები კი ვერ მოიპოვებენ გამარჯვებას. ერი გაიმარჯვეს და 2 ოქტომბერი მჯერა როგორც არასოდეს იქნება ისტორიული თარიღი. დიდი მადლობა. ეხლა თუ ღარიბაშვილი ყობახიძეს და ივანიშვილს მართლა ჯერა ან დააჯერეს, რომ მათ შეუძლიათ კურსი შეცვალონ და საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები რისთვისაც იბრძოდნენ, ეს ყველაფერი წყალში გადაიყაროს, მათი დაღვრილი სისხლი, მათი დაღვრილი ოფლი თითქოს არ ყოფილა, ძალიან დიდ შეცდომაში შეუყვანიათ ისინი და ჩანს, რომ არიან შეყვანილი დიდ შეცდომაში, ეშინიათ უბრალოდ ხილების. რატო იცემიან ასე, იცით, ეშინიათ ხილების?
ეშინიათ საჯაროობის. იციან, როგორც კი არ იქნებიან ხელისუფლებაში, ყველაფერი დღის სინათლეს იხილავს, მთელი მათი აქტები დანაშაულებებისა გამოვა სხვადასხვა ეთერებში ნათელი მოეფინება ვინ რამდენ მილიონ ლარს იპარავდა რის გამო არიზრებოდა პენსია რატომ ძალადობდნენ რატომ ურტყამდნენ ადამიანის თავებში შიშისგან ჩემოსოფ შიშისგან როდესაც ადამიანები ხვდებიან რომ ვერ არ წმუნებენ ამორჩეველს იმაში რომ ხარდაჭერი გახდეს მათი ან არ დაკარგონ ხარდაჭერი, გადადიან შანტაჟზე, გადადიან მუქარაზე და ძალადობაზე. და ასეთი რეჟიმი მე რამდენიმე მახსოვს უახლოეს წარსულში. და ერთი ასეთი იყო ასლან აბაშიძეს რეჟიმი. და როგორ დაასრულა, ისე ძალიან კარგად მახსოვს. კი ბატონო, წადღეში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი. წადღეში ვნახოთ არჩევნების შედეგი. მადლობა ნიკა მელიას იმისთვის, რომ ამ რთული დღის შემდგომ კითხვებზე პასუხებს გვაძლევდა. ასეთი იყო პოლიტიკის ფორმულა დღეს. მადლობა რომ გვიყურეთ.